Რამდენიმე დღეა შეფასებების თემა ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებულ დოკუმენტში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ წავე შეფასებებია თავმოყრილი. ოპოზიცია მართლ პარტიას რეზოლუციის პუნქტების შესრულებას ურჩევს. ხელისუფლება კი დოკუმენტის შინაარსის მიღმა ეგრეთ წოდებულ deep state-ის გავლენას ხედავს. რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში არის პოლიტიკურ-კონსტიტუციური კრიზისი. ამ კრიზისის გადასალახად აუცილებელი არის ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. რაც შეეხება არჩევნებს, უნდა ჩატარდეს აუცილებლად თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ყველა ევროპული სტრუქტურებიდან არის საფრთხე იმისა, რომ საქართველო არც ერთ ფორმატში აღარ იყოს. ამიტომაც თუ ქართული ოცნება არ მიუდგას საკითხს უფრო მეტად რაციონალურად და არ დანიშნა ხელახალი არჩევნები, ქვეყანას მოელის დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისი. ჩალისფასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად იცის ივანიშვილმა თუ რა ფასი უჯდება, უშუალოდ მას თავისი ფულით ეს რეზოლუციები, ხოლო რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს და სანქციების risks გაფართოებას, მათ შორის არა მხოლოდ ოლიგარქის და რეჟიმის ირგვლივ, არამედ მათ შორის ბიზნესების, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს და მათ შორის პროპაგანდისტული ხაზის მფლობელებისთვის, ისევე როგორც ახალი არჩევნების დანიშვნის მოწოდება პოლიტიკური პატრიოტების გათავისუფლება, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი სრულ იზოლაციაშია და კარგავს ძვირფას ფულს და ახლოს არის ძალაუფლების დაკარგასთან. ვდივოთ ბატონ სააკაშვილს მოიხსენიებენ რაღაცა პოლიტიკურ დევნილად და გთხოვენ მის ძალიან მკაცრი ტონით გთხოვენ მის გათავისუფლებას, რაც რა თქმა უნდა გამორიცხულია და ამას ჩვენ არასდროს არ გავითვალისწინებთ. მან უნდა მოიხადოს თავისი დამსახურებული სასჯელი. ხა ამ რეზოლუციაში კიდე ახალი სიურპრიზი ამოხდა ის, რომ თურმე დღემდე თვლიან, პოლიტიკურ ილუზიაში იმყოფებიან, ძალიან სამწუხარო არის ეს ყველაფერი, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტად. ბატონი ვენსის სიტყვებს მოიხსენიებ, როდესაც მან პირდაპირ დაადანაშაულა გუშინდელ გამოსვლაში ევროკავშირი, რომ ერევა ძალიან უხეშად სხვა ქვეყნის სუვერენიტეტში, მოიყვანა მაგალითი პირდაპირ რუმინეთში გაუქმებული არჩევნების და მოიყვანა ისევ მაგალითად, რომ ყოფილმა ევროკომისარმა განაცხადა პირდაპირ ეთერში, რომ სხვა ქვეყანაშიც თუ არ მოეწონებათ არჩევნების შედეგები, ისინი ამას გააუქმებენ და ზუსტად იგივეს ვაკვირდებით საქართველოს შემთხვევაშიც, ხო? არ მოწონთ არჩევნების შედეგები, ვინაიდან მათმა აგენტურამ ვერ გაიმარჯვა და ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს და შესაბამისად მოდის ეს ზეწოლა